ავტომობილის შეძენისას ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მისი რეალური ისტორიის დადგენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია იმპორტირებულ ავტომობილებზე, მყიდველისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, ჰქონდა თუ არა მანქანას ავარია, რა მდგომარეობაში იყო წარსულში და რამდენად სანდოა მისი ისტორია. ქართული სტარტაპი ჯავიკი მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობს ავტომობილის ვინ-კოდის ისტორიის შემოწმებას, რა შესაძლებლობებს სთავაზობს კომპანია ქართულ ბაზარს და როგორ გეგმავს განვითარებას, ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ვატო ფაჩულია, ჯავიკის დამფუძნებელი, გვერდდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ვატო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ბევრი საინტერესო რჩევა და ინფორმაცია უნდა მოვისმინოთ ახლა თქვენგან, მაგრამ მანამდე დავიწყოთ თუ რა არის ჯავიკი, რა პრობლემის გადაწყვეტისთვის შეიქმნა ის და რეალურად დღეს ჩვენს მოცემულობაში რამდენად დიდი პრობლემაა ავტომობილის რეალური ისტორიის დადგენა რიგით მომხმარებლისთვის. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ჯავიკი არის ავტომობილის ციფრული ისტორიის პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას მანქანის ყიდვის და გაყიდვის პროცესი გახადოს უფრო სანდო და გამჭვირვალე. ჩვენმა გამოცდილებამ წლების განმავლობაში, ვინაიდან ავტოინდუსტრიაში ვართ ბევრი წელია, აჩვენა, რომ საქართველოში ავტომობილის შეძენა არის საკმაოდ გაუმჭვირვალე პროცესი, ვინაიდან ავტოპარკის უმრავლესობა წარმოადგენს იმპორტირებული მანქანები, სადაც ძალიან ბევრი არის მეორადი მანქანა. შესაბამისად, როდესაც ადამიანს სურს საქართველოში ავტომობილის შეძენა, მხოლოდ ვიზუალურ და ერთჯერად ტექნიკურ მდგომარეობაზე არის ყიდვა დაფუძნებული და არა მის ისტორიაზე. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეკოსისტემა, სადაც გავაერთიანებთ ავტომობილის ისტორიას, როგორც ჩამოსვლამდე, ამ შემთხვევაში ამერიკულ ისტორიას, ასევე საქართველოში არსებულ ისტორიას. რა სერვისებს გადიოდა, რამდენიმე საკუთრე ყავდა, გადიოდა თუ არა ზუსტად ისე პერიოდულ სავალდებულო დათვალიერებას, როგორც ეს რეკომენდებული არის კონკრეტული მანქანის მიხედვით. კი ბატონო, ამ დრომდე პლატფორმა სატესტო რეჟიმში მუშაობდა. როგორი ვითარებაა დღეისათვის, ანუ მომხმარებელს რამდენად შეუძლია სრულფასოვნად გამოიყენოს უკვე ის სერვისები, რასაც თქვენ სთავაზობთ? ამ ეტაპზე პლატფორმა სრულად გამართული არის. უკვე მომხმარებელს შეუძლია ერთი მხრივ შეამოწმოს ავტომობილის ამერიკული ისტორია. Carfax-ი ალბათ ყოველთვის ნაცნობი პლატფორმა არის, საიდანაც შეძლებს ნებისმიერი მომხმარებელი ნახოს მეორადი ავტომობილის ისტორია. რაც შეეხება საქართველოს ისტორიას, ამ ეტაპზე ჩვენ სხვადასხვა სერვის ცენტრებთან და ავტოსალონებთან მუშაობთ ინტენსიურად, რადგან მივიღოთ ინფორმაცია და მომხმარებელს შევთავაზოთ ერთიანი ბაზა, სადაც ნახავს ყველა იმ საჭირო ინფორმაციას ავტომობილისთვის, რაც არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აქვე უნდა დავამატო ის გარემოება, რომ მომხმარებელს ასევე შეუძლია შეიყვანოს მანუალურად, ანუ ხელით ყველა სერვისი, მაგალითად ზეთის შეცვლის თარიღი და ასევე ჩვენი აპლიკაცია მას მიცემს რეკომენდაციას შემდგომი სერვისი, როდის მოუწევს და მომხმარებელს აღარ მოუწევთ ფურცლებით დამახსოვრება ამ თუ იმ სერვისის. ასევე გაერთიანებული არის ჩვენს პლატფორმაში ჯარიმები და მნიშვნელოვანი არის ეს იმდენად რამდენადაც, როცა 1, 2 ან 2-ზე მეტი ავტომობილი ყავს ადამიანს ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს, მათი მენეჯმენტი მოხდეს მარტივად, ვინაიდან ჩვენი აპლიკაცია ახსენებს ჯარიმებს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა მომხმარებელს დავიწყებია ჯარიმის გადახდა და შემდგომ საახსრულებელსაც გადაცემია და ეს უბრალოდ იმიტომ ხდება, რომ როდესაც ჯარიმა მისდის ადამიანს, მხოლოდ ერთი SMS-ით შემოიფარგლება და იქ მთავრდება. ჩვენი აპლიკაცია ამ შემთხვევაში განმეორებითი არის და ახსენებს, რომელი ჯარიმა არის გადასახდელი და რომელი უწევს მალე რომ გადაიხადოს, ასე ვთქვათ. კი ბატონო, ანუ რეალურად მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალისგან თავის არიდების შესაძლებლობა არის სწორედ თქვენი აპლიკაციით სარგებლობა. რამდენად დიდ პრობლემად მიგაჩნიათ რეალურად, რადგან მსგავსი აპლიკაცია შეიქმნა, რამდენად დიდი პრობლემა იყო ამ დრომდე, აქამდე რეალური ისტორიის დადგენა ავტომობილის, ძირითადად რა ტიპის ინფორმაციას მალავდნენ ხოლმე ავტომობილის გამყიდველები? როგორც ვახსენე, საქართველოს ავტოპარკი ძირითადად შედგება იმპორტირებული ავტომობილებისგან. საშუალო შეწონილი ასაკი საქართველოს ავტოპარკის დაახლოებით 7,8 წელი არის. შესაბამისად, როდესაც ავტომობილის იმპორტირება ხდება საქართველოში, მის ისტორიის წაკითხვა წყდება აქ. ვინაიდან არ არსებობს არანაირი პლატფორმა, სადაც შეიძლება რომ გაიგო როგორ უვლიდა ადამიანი თავის მანქანას. მაგალითად, მე როგორც კეთილსინდისიერი
მე პატრონი ავტომობილის, ოდესაც ჩემს მანქანას ყიდი, შეუძლებელი არის დავარწმუნო მყიდველი, რამდენად კარგად იყო ეს ავტომობილი მოვლილი. აქედან გამომდინარე გაჩნდა ეს იდეა, რომ შეგვექმნა ისეთი პლატფორმა, სადაც ყველა დეტალი იქნებოდა გაწერილი და ნდობაზე და ემოციაზე აღარ იქნებოდა ავტომობილის ყიდვა. თქვენს პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის სანდოობას რა განაპირობებს მომხმარებლისთვის? მადლობა, კარგი კითხვა არის. პირველ რიგში ჩვენ არ ვართ ფოკუსირებული რომელიმე კონკრეტულ ავტოსერვისზე ან ავტოსალონზე. ჩვენი პლატფორმის მეშვეობით ხდება კონსოლიდირება სხვადასხვა ავტოსერვისების. აქაც უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ეს მიმართულებაც საკმაოდ გაუმჭირვალე იყო და ჩვენ შევქმნით პლატფორმა ავტოსერვისებისთვის. ვისაც არ ქონდა ეს ყველაფერი ციფრულად, ვაძლევთ ჩვენს პლატფორმას, სადაც შეუძლიათ რომ კონკრეტული სერვისები ვინომრების მიხედვით შეიყვანონ და ეს ყველაფერი მოხდეს ჩვენს ბაზაში, სადაც აკუმულირდება და მომხმარებელს ექნება საშუალება სხვადასხვა სერვისებში გავლილი ინფორმაცია მთლიანად დააგენერიროს. ბატონო, ვინ კოდი ალბათ ყველას გვსმენია, მაგრამ რას მოიცავს და რა შინაარსს ატარებს, ნაკლებად არის ხოლმე ცნობილი. თქვენგან საინტერესო იქნება განმარტება, მოვისმინოთ თუ რა ინფორმაციის მატარებელია ავტომობილის ვინ კოდი. ამ შემთხვევაში ჩვენ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებით შევქმნით ჩვენი აპლიკაცია, როდესაც მუშაობდით, გავითვალისწინეთ ისეთი სანდოწყაროს ინფორმაცია და გამოსილება, როგორიც არის Carfax-ი. Carfax-ის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია რამოდენიმე წამში შეიტყოს ავტომობილზე რამდენიმე საკუთრე ყავდა, რა პერიოდულობით გადიოდა სავალდებულო სერვისებს, ქონდა თუ არა წარსულში რაიმე დაზიანება. ამ შემთხვევაში ჩვენი აპლიკაცია ზუსტად იგივე ინფორმაციას მიაწვდის მომხმარებელს, იქნება როგორც ავარია, ასევე სერვისები ქონდა თუ არა ზუსტად ისე გავლილი ამ ავტომობილს, როგორც საჭირო არის. პლატფორმა გათვლილია მხოლოდ ფიზიკურ პირებზე თუ დილერებიც ისარგებლებენ თქვენი პლატფორმით? ჩვენი ბიზნეს მოდელი არის როგორც B2B, ასევე B2C. პირველ რიგში მომხმარებელს, ვისაც ავტომობილის ყიდვა სურს, მათ დაიხმარებათ, რა თქმა უნდა, თუმცა როგორც ვახსენე, ავტოპარკების მფლობელებს და ზურზე მეტი მანქანა ყავთ, მათი მენეჯმენტისთვის ძალიან გამარტივებული არის, ვინაიდან შეუძლიათ რომ რამოდენიმე მანქანის ყოლის შემთხვევაში მარტივად აკონტროლონ სერვისები, მარტივად აკონტროლონ ჯარიმები. შესაბამისად, ამ ორივე მიმართულებით მუშაობთ. როგორია მომხმარებლის უკავშირი, საინტერესოა ამ გამოცდილებით, რაც ამ დროისთვის დაგიგროვდეთ, რასაც ჩვენებს სტატისტიკა, ანუ რამდენად ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებმა, პოტენციურმა მყიდველებმა თქვენს პლატფორმასთან დაკავშირების შემდეგ გაიგეს ესა თუ ის ინფორმაცია, რამაც მათ სერიოზული ფინანსური ზარალი აცილა თავდა. მომხმარებლის უკავშირი ამ დრომდე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. დღემდე ყოველდღიურ რეჟიმში ვესაუბრებით მათ და ვიგებთ იმ საჭიროებებზე, რა საჭიროებებიც რეალურად ბაზარზე არის. შესაბამისად, ბევრი ისეთი ინფორმაცია, რასაც ჩვენი აპლიკაცია აწვდის, ზოგისთვის ერთ შემთხვევაში აქამდე საერთოდ უცნობი იყო, ზოგისთვის ნაცნობი იყო, თუმცა ხელმიუწვდომელი. და ჩვენი აპლიკაცია ამ ყველაფერში ეხმარება ადამიანს, რომ ერთი მხრივ ამის მენეჯმენტი მოახდინოს და მეორე მხრივ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს როგორც მანქანის ყიდვის შემთხვევაში, ასევე იმ კეთილსინდისიერ ადამიანებს, ვინც ავტომობილს კარგად უვლის, მოახდინოს ავტომობილის რეალიზაცია რეალურ ფასად. რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი სერვისი ფართო მასებისთვის, ესეც საინტერესო, იმიტომ რომ დამატებითი ფინანსური საჭიროება არსებობს. რამდენად ხელმისაწვდომია და რამდენად არის საპირწონე იმ სარგებლისა, რასაც იღებს მომხმარებელი? ამ ეტაპზე აპლიკაციით სარგებლობა ინფორმაციულ ნაწილში სრულიად უფასო არის. რაც შეეხება ავტომობილის ისტორიის შეძენას, მხედველობაში მაქვს ამერიკული ისტორიის შეძენა, ესეც საბაზრო ღირებულებებზე შედარებით მინიმუმ ნახევარჯერ ნაკლები არის. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ ამ ეტაპზე მომხმარებელს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, გავაცნოთ ჩვენს აპლიკაციაზე და შემდგომ უკვე პაკეტურად შევთავაზოთ მათზე გათვლილი სხვადასხვა მომსახურება. კი ბატონო, და ამ იდეამ რომ დღის სინათლე იხილა, ეს მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ჯიტას 150,000 ლარიანი საგრანტო პროგრამაში თქვენი გამარჯვებით. მოგვიყევით აი ეს ისტორია, როგორ მოხდა თქვენი გამარჯვება ამ საგრანტო პროგრამაში და ასევე გვესაუბრეთ თქვენს გუნდზე, რომელიც ქმნის ამ ძალიან საჭირო აპლიკაციას. ჯიტას გრანტი
არ ყოფილა პირველ რიგში მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, ეს იყო ვალიდაცია პირველ რიგში იმ პრობლემის, რა პრობლემაც არსებობს ბაზარზე. მოგეხსენებათ ჯიტას ჟიურიში არიან Silicon Valley-ის ინვესტორები, რომელთა დარწმუნებაც შევძელით და ამით ძალიან ამაყები ვართ. მეორე რიგში ეს იყო ძალიან კარგი განვლილი პერიოდი ჩვენი გუნდისთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინფორმაცია მივიღეთ, როგორ უნდა ვამუშაოთ ბიზნესი. ამ პროცესში ბევრჯერ შევცვალეთ ჩვენი მიმართულებები. რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, რეალურად ამ თანხამ ჩვენ საშუალება მოგვსვა, რომ ის პროცესი, რა პროცესიც მანამდე ქონდა დაწყებული, ბევრად უფრო დაგვეჩქარებინა და შეგვექმნა ბზა პროდუქტი და უკვე დღეს ჩვენი აპლიკაცია ხელმისაწვდომი არის როგორც iOS, ასევე Android საშუალებებზე და შეუძლია ნებისმიერ ადამიანს გადმოწეროს და ისარგებლოს. რა არის ის გამოწვევები, რაც თქვა დღის წესრიგშია თქვენ შემთხვევაში? აი გუნდზე დამავიწყდა რომ მეთქვა და ბარემ ჩავრთავ და ეს იქნება ორივე ამ კითხვის პასუხი. ჩვენი გუნდი წლების განმავლობაში ყველა მათგანი ჩართული არის ავტოინდუსტრიაში, როგორც მარკეტინგის მიმართულებით, ასევე ტექნოლოგიების მიმართულებით. მე პირადად ვარ ავტოიმპორტიორი კომპანიის დაფუძნებელი და შესაბამისად ესეც იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ჟიურის წევრებისთვის, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ დღეს მხოლოდ იდეა არ არის მნიშვნელოვანი, საჭირო არის ადამიანები, გუნდი, ვინც ამ იდეას აღასრულებს. შესაბამისად ეს გუნდი, რაც ჯავიკის ირგვლივ არის შექმნილი, ვფიქრობ, რომ ყველა იმ პრობლემას უპასუხებს, რა პრობლემას დღეს ბაზარზე არის და შესაბამისად მომხმარებელს შევთავაზებს ზუსტად ისეთ სერვისებს, რაც მათ საჭიროებს მთლიანად დააკმაყოფილებს. რამდენი ადამიანისგან შედგება თქვენი გუნდი? საინტერესოა და კომპანიის და პლატფორმის დასთან ერთად ბუნებრივია ალბათ განიხილება მათი რიცხვისთაც. ამ ეტაპზე ჩვენ დამფუძნებლები, როგორც გითხარით, მარკეტინგის, ტექნოლოგიების, ციფრული პროდუქტების მუშაობის მიმართულებით ვართ 4 ადამიანი, თუმცა გვყავს ასევე დეველოპერები, ვინც უშუალოდ მუშაობს აპლიკაციის განვითარებაზე და მის საფუძზე, ასევე მარკეტინგული ნაწილი და რა თქმა უნდა, ნელ-ნელა უკვე გავიზრდებით, რაც უფრო ფართო მასებზე გავვალთ. ადგილობრივ ბაზარზე ანალოგი თუ არსებობს, ან მსგავსი პლატფორმა, კონკურენცია როგორია? პირდაპირი კონკურენცია რა თქმა უნდა არ არსებობს, თუმცა კონკურენტებზე როცა ვსაუბრობთ, ასევე უნდა ვახსენოთ ის ალტერნატივა, ირიბი კონკურენტის სახით, რაც ამ პრობლემას აქამდე აგვარებდა. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები ავტომობილის ყიდვისას ერთჯერადად აფასებდნენ მის ტექნიკურ მდგომარეობას და არ ასახავდა ისტორიას სხვა არანაირი გარემოება, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირი კონკურენტი ამისი არ არსებობს, თუმცა ვინაიდან სამყარო ციფრულდება, საქართველოში გაციფრულების ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაწყებული არის, არსებობს სხვადასხვა აპლიკაციები და პლატფორმები, სადაც ავტომობილის მოვლის მიმართულებით გადაიდგენა ბიჯები, რაც ძალიან მისასალმებელი არის, თუმცა ჩვენი აპლიკაცია არის პირველი კომპანია საქართველოს ისტორიაში, ვინც ზუსტად ამ მიმართულებით ისტორიის შექმნის მიმართულებით გავს ნაბიჯებს. კი ბატონო, და როგორია თქვენი გეგმები განვითარების ნაწილში, ძალიან სწრაფად ცვალებად სამყაროში, ჯავიკის ხვალინდელი დღე როგორ გესახებათ? პირველ რიგში ჩვენ გვინდა რომ საქართველოში მოვახდინოთ ინფორმაციის სრული კონსოლიდირება, უმეტესი ნაწილი ავტოსერვისებიდან, ავტოსალონებიდან, სალიზინგო კომპანიიდან, სადაზღვევო კომპანიიდან, მათ შორის შინაგანი საქმეთა სამინისტროდან წამოვიღოთ ინფორმაცია და შევთავაზოთ მომხმარებელს. რაც შეეხება ექსპანსიას, პირველი ქვეყანა, რომელსაც ვაპირებთ რომ შევიდეთ ჩვენი აპლიკაციით, იქნება სომხეთი, იმიტომ რომ სომხეთი ისევე როგორც შუა აზიის სხვადასხვა ქვეყნები საქართველოსთან მარაგდება ავტომობილებით, მოგეხსენებათ რომ საქართველოს წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა რეგიონალურ ჰაბად მეორადი ავტომობილების ექსპორტში, საკუთარი ავტომობილების წარმოების გარშე და შესაბამისად ჩვენთვის ეს ბაზრები საკმაოდ ნაცნობი არის და სომხეთი, იმიტომ გამოვყავი რომ სომხეთთან პირადად ჩემს კომპანიას აქვს მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობა და მათი ბაზარი ყველაზე უფრო კარგად ვიცი და შესაბამისად პირველი ქვეყანა იქნება სომხეთი, სადაც ჩვენ შევალთ. საინტერესოა განვითარებულ ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში, რამდენად არის მსგავსი სერვისები ხელმისაწვდომი და ასევე მომხმარებლის დობა და მომხმარებლების მხრიდან გამოყენების მაჩვენებელი როგორია? ამერიკაში ჩვენთან ძალიან პოპულარული არის მეორადი ავტომობილების იმპორტი. მეორადი ავტომობილის იმპორტზე დაყრდნობით შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ავტომობილის ყიდვა მთლიანად დამოკიდებული არის მისი ისტორიის შესწავლაზე. ანუ ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს ისტორიის ნახვით.
ეცად შეხება ამერიკას. ევროპაშიც ასევე ძალიან განვითარებული არის ეს ნაწილი. შესაბამისად, რამაც განაპირობა ამ იდეის დაბადება იყო ის, რომ ადამიანები განვითარებულ ქვეყნებში როგორც იღებენ გადაწყვეტილებას, გაციფრულების ნაწილში გვინდა რომ საქართველოშიც წამოგვეღო ეს ინოვაცია და შემდგომ უკვე შუა აზიის ქვეყნებში გადაგვეტანა. კი ბატონო და ბოლოს რჩევა ჩვენს მაყურებელს რა იქნება თქვენი მხრიდან ავტომფლობელებს და პოტენციურ მფლობელებისთვის. ავტომფლობელებს, პოტენციურ მფლობელებს, მათ შორის ავტოსერვისის წარმომადგენლებს ვისარგებლოთ თქვენი ეთერიდან და მოუწოდებ რომ მოგმართონ მათი შეტანილი წვლილი ავტოსერვისებს გულისხმობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ავტოინდუსტრიის გაციფრულებაში, რითაც მომხმარებელს მივცემთ საშუალებას, რომ ავტომობილის ყიდვა არ იყოს ემოციაზე დაყრდნობილი, იყოს სანდოობაზე და გამჭვირვალობაზე. კი ბატონო, ინფორმირებული არჩევანი ყოველთვის არის გამართლებული, შეიძლება ითქვას. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ვატო ფაჩულია ჯავიკის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი და საუბრობდით ინოვაციურ პლატფორმაზე, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ავტომობილის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მივიღოთ და განმეორდები ინფორმირებული არჩევანი გავაკეთოთ.